დღეს ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათია. ამ დღესთან დაკავშირებით გორის საკათედრო ტაძარში ტრადიციულად წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის რიტუალი შესრულდა, რომლის დროსაც მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხი დაბანეს. დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12 გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხეს მონაკვეთები იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვილოცავ საქართველოს მასშტაბით და მთლიან საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას. ეს არის ქრისტიანულ რელიგიაში ყველაზე გამორჩეული დღესასწაული, რომელიც ყველაზე წმინდა არის ჩვენთვის და ყველაფერ კარგს. მრავალ აღდგომის დღესასწაულს დაგასწროთ უფალმა, ის დაგვრჩენია, რომ ვილოცოთ, ვიმარხულოთ და წესიერების გზაზე დავადგეთ. ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს და უფალი გვფარავდეს. აი დღევანდელი დღის შესახებაც ხომ არ გვეტყოდით რამეს? დღევანდელი დღე ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ დიდი ხუთშაბათია და ერთხელ მაინც რო ეზიაროს, ძალიან კარგი იქნება ადამიანი, იმიტომ რომ სულ რომ არ იყოს ნაზიერები და დიდ ხუთშაბათს ეზიაროს, ძალიან ბევრს ნიშნავს. რა ვიცი, უფალი გვფარავდეთ. Ieso dagde gagdgomas. Ieso dagde აღდგომას წეხა მეზიარეთ, წეხა ახსნება ჩავიტანეთ, ძალიან გახარებული ვარ და ეხლა დიდი ალბათობით რომ ვეზიარებ. გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და მრავალ საისწარით. გილოცავთ ყველას ამ ძვირფას დიდებულ დღესასწაულს. მრავალს და ესწარით, ჯანმრთელად, ბედნიერათა იმრავლეთ, იხარეთ, გქონდეს უღრუბლოცა და ბარაქიანი და კეთილი დედამიწა. აი დღევანდელ დღესაც ხომ არ გვეტყოდით რამეს? დღევანდელი დღე არის ძალიან ძვირფასი ჩვენთვის. ძვირფასზე ძვირფასი. ყველას უსურვებ ეკლესიაში მოვიდნენ და ეს ძვირფასი დღე თავისი თითოეული სიტყვით დააფასო. გალოცვლებიან ყოფოთ უფალმა საერთოდ ყველანი მიულოცავ მთელ საქართველოს ყველას. ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე იუდა ისკარიოტელი გასცემდა.